ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად ხულოში სოფელ ღურტაში ჰესის სამშენებლო სამუშაოები გრძელდება. მოსახლეობას და კომპანიას შორის ამ დრომდე არც ურთიერთშეთანხმების მემორანდუმია გაფორმებული. თუმცა ეს გარემოება სოფელში ჰესისათვის აუცილებელი გვირაბის მშენებლობას ხელს არ უშლის. ადგილობრივების ინფორმაციით გვირაბის მოწყობისთვის ტერიტორიაზე უახლოეს მომავალში სპეციალური აფეთქებები იგეგმება, რაც წაბლანას ტრაგედიის განმეორების საფრთხეს ქმნის. ჩვენი რეპორტაჟი ხულოდან. ეს ის ადგილია, სადაც ჰესისთვის გვირაბი უნდა გაიყვანონ, რასაც სოფელ ღურტის მოსახლეობა ეწინააღმდეგება. მას შემდეგ, რაც მშენებელმა ფირმამ შეპესე აჭარისწყალი ჯორჯიამ, რომელიც ნორვეგიული Clean Energy Group-ის შვილობილი კომპანია დოკუმენტში შესწორება შეიტანა, ადგილობრივებმა მემორანდუმის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. მემორანდუმზე ეხლა კი არ უნდა მოგვეწერა ჩვენ ხელი. მემორანდუმი სანამ დაიწყებდნენ ამ გესის მშენებლობას, სანამ დაიწყებდნენ ამ საკითხებზე, მანამდე უნდა მოსულიყვნენ მოსახლეობას და მოსახლეობა საქმის ყურში უნდა ჩაეყენებინათ. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებთ სასამართლოთი, მსოფლიო ბანკით და თუ საჭირო იქნება აქციებითაც კი. ყოველ 15 მეტრში აფეთქებებმა შესაძლოა ბუნებრივი პირობების შეცვლა გამოიწვიოს. აცხადებენ ღურტის მცხოვრებლები, ისინი უსაფრთხო გარემოში ცხოვრებას ითხოვენ. ყველაზე დიდი გეოლოგი აქაური მცხოვრები ადამიანია, იმიტომ რომ ყოველი კუთხე კუნჭული იცის თავდაპირველი მდგომარეობა და ეხლა სადაა ცოცავი ნიადაგია შესაბამისად მეწყერი განვითარებულია, როგორც თოვლის ზვავია წამოსული, ასევე ხშირადაა პირველი კატეგორიები აქვს ხალხს. იმის გამო რომ დაიბზარა სახლები, ჩამოჩოჩდა ნიადაგი, მოშლილია ტერიტორია და შესაბამისად არა მარტო ჩვენ უწყლობის პრობლემა და მოსავლობის, არამედ პირდაპირ სიცოცხლის საფრთხეს გვემუქრება. 150 ოჯახს გვემუქრება დასაფლავება, ასე რომ ვთქვათ და ამ ხელა გორა წამოვა 1-2 ბიძგი უნდა რომ ამ ხელა გორა წამოვიდეს და თავზე დაგლოვოს. მემორანდუმს იმიტომ არ ვაწევთ, რომ ჩვენ სასიკვდილო განაჩენს ჩვენ ხელი ვერ მოვაწერთ. სხვადასხვა სოფელში მემორანდუმის გაფორმება დაიწყო და ღურტის მოსახლეობასთან შეთანხმება უახლოეს პერიოდში მიიღწევა. შევიდა თუ არა თავდაპირველ დოკუმენტში ცვლილება თორნიკე რიჟვაძე პასუხს ვერ გვცემს. ამის შესახებ ინფორმაციას ვერც გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გვაწვდის. რამდენიმე ადამიანის ჯგუფმა ხელი მოაწერა მემორანდუმს. ეს ნიშნავს შემუშავები გაგრძელდება ხვალდაზეկ და რისკების შემთხვევაში სახელმწიფო ვალდებულებას ღებულობს მიაქციოს მაქსიმალური ყურადღება ადგილობრივ მოსახლეობას. გარკვეულ სოფლებთან დღემდე ვერ მოხერხდა აღნიშნული შეთანხმების მიღწევა. ჩვენი ანალიზით ეს უფრო ადამიანთა ვიწრო ჯგუფის გამოხდება. ჩვენი გადამღები ჯგუფი აჭარისწყალი ჯორჯიას წარმომადგენელს გაესაუბრა, რომლის მტკიცებით მემორანდუმში ცვლილება არ შესულა, თუმცა რატომ ვერ შეთანხმდნენ, კომპანია და მოსახლეობა ვერ ხსნის. მოთხოვნა, რომელიც იყო სოფელი ღურტის წარმომადგენლის მიერ დაყენებული, ჩვენმა კომპანია შეხვდა ამ მოთხოვნას, ჩვენი კომპანიამ დააკმაყოფილა მოთხოვნას, არის ბუნებრივია სხვა კითხვებიც, ასევე რომლებიც არის საჭიროებს დისკუსიას და მსჯელობას და ჩვენ მზად ვართ სოფელი ღურტის მოსახლეობის წარმომადგენლებთან დავიწყოთ როგორც ამ, ასევე სხვა საკითხებზე მოლაპარაკებები. ღურტის მოსახლეობას 1991 წელს წაბლანაში დატრიალებული ტრაგედიის განმეორების შიში აქვს. მაშინ, როდესაც 22 ადამიანი დაიღუპა და არ გამორიცხავენ, რომ გვირაბის მშენებლობამ შესაძლოა მეწყერული პროცესები კვლავ გაააქტიუროს.